ისე რომ ადამიანი თუ არ ფიქრობს, თუ ადამიანი მიზანმიმართულად არ მუშაობს ამ მიმართულებით და აი სტიქიურად არის ეკლესიაში. როგორც გამოვა. ცოდვა მოაწება ახსარება სიტყვის, გულზე რაღაცა მადლი მოაწება ლოცვა სიტყვის. მოუნდება მოვა, არ მოუნდება არ მოვა. ეცდება რაღაცა დიდი მძიმეცოდები არ ჩაიდინოს. რაღაცა ცდილობს იკეთე გააკეთოს, მაგრამ ძირითადად აი ეს სტიქიურად არის ეკლესიაში. არ უღმავდება, არ თანამშრომლობს ქრისტესთან, როგორც პავლე მოციქული გავალდებულებს. არადა ეს არის თვისება, რომელსაც ქვეცნობიერად, მაგრამ ამავე დროს ძალიან აქტიურად და ძალიან აგრესიულად და ძალიან დინამიურად გაურბის ჩვენი ბუნება. ჩვენ თუ ყურადღებას არ მივაქცევთ საკუთარ თავს და მუდამ არ ვიქნებით საკუთარი თავის ქრისტესკენ დაბრუნების აი მოქმედებაში თუ არ ვიქნებით რომ ქრისტესკენ შემოვატრიალოთ, ქრისტეს მიერი სიმდაბლისკენ შემოვატრიალოთ, ღვთის განგებულებისადმი მორჩილებისკენ შემოვატრიალოთ, თუ მუდმივად ესე არ გვეჭირება საკუთარი თავი, აი ზღოლებმა იციან, საჭერო არეული აქვს, ახლა რუსული ტერმინია ეგ რაც გამოყენებული, ამას არ ვიხმარ ამბიონიდან, ხო უხერხულია ტექნიკური ტერმინი რომ გამოვიყენო. და ვის მძღოლია იცის, რომ თუ ის და არეულია, სწორედ რო იაროს მანქანა, ხელით უნდა გეჭიროს რა. თორე თუ გაუშვი ხელი, საჭე გადაიღო და სადღაც მიგაქანებს და იძულებული ხარ სულ ასე გეჭიროს. დაღლამდე რა, პატარა ყურადღებასაც ვერ მოდუნებ, ეგრევე გარბის მანქანა სადღაც. თუ ხელით აი ეს არ დააფიქსირე საჭე. აი რაღაც გავსი რაღაცა აქვს ადამიანს. როგორც კი მოეშვები, სადღაც გარბი ხარ. სულ დაძაბული უნდა იყო, მოჭიმული სიმბივით უნდა იყო. მუდამ აი ამას რო გაურბის საკუთარი თავი, ამიტომ ხდება უცნაური რა. როგორც კი აი რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ამის საწინააღმდეგო ფილოსოფიური, სიბრძნის მეტყველებითი, რელიგიური რაღაცა შეგრძნებები, აზრები მოდის შენამდე, იმ წამსვე იმათ უჯერებ. იმიტომ რომ ისინი კომფორტის ზონაში გამყოფებენ. ხოლო ნამდვილი ქრისტიანობა კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ამიტომ პავლე მოციქული დღევანდელ სამოციქულოში კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეში გვაფრთხილებს, ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყველნელ თქვენ და სიბრძნის მოყვარებით. ანუ თხილად იყავით, ვიღაცა მარ მოგატყუოთ, არ დაგატყვევოთ და თავისი სიბრძნით არ გაგიტყუოთ იმ გზიდან, რომელ გზაზეც ვდგავართ. ვინ ვიღაცა? ერთ-ერთი ეშმაკი არსებობს. და მე რა გამოლევს იმგვარ ტიპის მოძღვრებას, მათ შორის ეკლესიის წიაღში და ეკლესიის ისტორიას გადახედეთ. ეკლესიის მთელი ისტორია იყო სულ ეს. ვიღაცები ყოველთვის ჩდებოდნენ, ფათაშორის ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც რაღაცა სიბრძნის მეტყველებით შემოიტანდნენ რაღაც უცხოს სახარებისათვის და იქმნებოდა უამრავი წვალებლობები, ერესები, განხეთქილებები ეკლესიაში. დღესაც ხდება ეს, მუდმივად ხდებოდა ეს. აბა როგორ მოხდა რომ ერთი ქრისტე მოვიდა და 12 მოწაფე ყავდა, ერთი ეკლესია დაარსა და აბა გახედეთ ახლა. აბა გახედეთ. ჯერ მართლმადიდებლობაში რა ხდება? ერთმანეთის ვერ გაგვიგია და მე მართლმადიდებლების გარდა იქ კათოლიკებიო, პროტესტანტები, ნიუ პროტესტანტები, 1000 სექტები, ყოველ წამს რაღაც ახალი იბად. რატო მოხდა ეს? რატო? რა უნდა გქონოდა გასაყოფი, კაცო, ერთი ქრისტეს მოწაფეები ვიყავით. აი ამის გამო და იგივე შეიძლება მოხდეს ერთ სამრევლოშიც კი. აღარ ვლაპარაკობ იმასი, რომ სულ ყოველთვის ხდება, ჩვენს ადგილობრივ ეკლესიაშიც არის სულ ასეთი მსგავსი რაღაცეები, აი ადამიანს რაც უფრო ეიოლება იმ მოძღვრებას, რომ მიიტაცებს და მე თავისი სიჯიუტით, მე თუ ადამიანმა ეს მიიღო, თავისი სიჯიუტით ბოლომდე უნდა რომ გაიტანოს თავის სწავლება. ამიტომ გვაფრთხილებს პავლე მოციქული. იმიტომ რომ ყველა ამ მოძღვრების, არასწორი მოძღვრების უკან დგას სიამაყის, ამპარტავნების, პატივმოყვარეობის სული. როგორც კი კომფორტის, ესე იგი, ზონაში გადიხარ, ეს კომფორტი მარტო ფიზიკური კომფორტი კი არ არის, ეს არის ინტელექტუალური კომფორტი, გაგების კომფორტი, შეგრძნების კომფორტი, რომ მოირგებს სარწმუნოებას, რომ გასაგები ხდება შენთვის ყველაფერი, ესეც კომფორტია. იმიტომ რომ წმინდა, სუფთა ქრისტიანული მოძღვრება ჯვარია არა მარტო ჩვენი ფიზიკური სხეულისთვის, არამედ ჩვენი ინტელექტუალური აპარატისთვის, რომელსაც არ შეუძლია გაგება იმისი, როგორ შეიძლება ღმერთი ადამიანად მოვიდეს, როგორ შეიძლება ღმერთი ერთი იყოს, მაგრამ პირველად სამი იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.